ამ საკითხზე ერთ-ერთ წინა ვიდეო ბლოგშიც გადავკარი სიტყვა და ერთ-ერთ rilsშიც წამწდა სიტყვა. მომიხდა ამ თემაზე საუბარი. საინტერესო კითხვაა, ნახეთ. პოლიტპატიმრები გვყავს ჩვენ. პოლიტ და სინდისის პატიმრები. სინდისის პატიმრები და პოლიტიკოსი პატიმრები, რომლებიც ბევრი ყავს ბიზიდა ივანიშვილს, ცოტა კი არა. ასე მისი მომხრეებიც რომ მიამატო ამ სიაში რომ შეიყვანო ღარიბაშვილები, დილუაშვილები. და მოგილბათ იმისა, ყველა ასე მივიჩნევთ თუ არა, რომ ისინი პოლიტიკოსი კი არა, პოლიტპატიმრები არიან. სინდისის პატიმრებიანა გამოდის ასე 250, ვინც და 300 შეჭარდებულიც კი. რა საკვირველია რომეო მიქაუტაძე დამნაშავე აბა რა არის? არანაირი პოლიტპატიმარი არ არის, მაგის ასემც და ისემც, ასე იტყვის ბევრი ჩვენგანი, მაგრამ პოლიტიკურია მართლმსაჯულება. და რომეო მიქაუტაძეს უნდა მაცვევინებთ ახლა მართლა და მართლა. კაი, რომეო მიქაუტაძე 250 ხარისხოვარია, მათ შორის, იმ 250 შორის, ვინც ტყვედ ტუსაღად ყავს გარდაქმნილ ქცეული ბიზინა ივანიშვილ ოლიგარქს. ხო და შიო მუჯირზე ვლაპარაკობ რეალურად და შიო მუჯირი რას იტყვის, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ტესტი. აქამდე ანდრია ჯაღბაიძე ამბობდა, რომ ჩვენ რომ მივმართეთ ხელისუფლებას გადაარა მზია ამაღლობელის განთავისუფლების და მგორი სხვების განთავისუფლების თაობაზე, მაგრამ ყურში ჩაჩურჩულება, ძალიან მთხოვნთ, განთავისუფლეთ რა. კარგი იქნება თუ განთავისუფლებთ, მოიფიქრებთ ფორმას, მზია ამაღლობელს. ეს არ არის მიმართვა. წერილი უნდა დაწეროს ახლა უკვე პატრიარქმა, კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მუჯირმა და არ უნდა დაწეროს მაინც, არ უნდა ჩაწეროს მაინც და მაინც ეს სიტყვა მოვითხოვთ, რასაკვირველია, არა. მაგრამ ეკლესია შუამდგომლობს, მზია ამაღლობელს, ან ითხოვს, ან მოგზალებით ითხოვს, ან ეკლესიას აქვს ამგვარი პოზიცია, მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქშიო მესამეს აქვს ამგვარი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ გაანთავისუფლებენ და მერე უნდა იყოს 250 თუ 278 მოქალაქის სია, მზია ამაღლობელი, მგონი პირველიც არის სიაში, აზე იწყება მისი გვარი და მერე უკვე, რა ვიცი, ჭიჭინაძე ბოლოში იქნება. ან ბოლოს წინა იქნება ანდრო ჭიჭინაძე, რამდენადაც მისი გვარი ჭ-ზე იწყება, ერთ-ერთ ბოლო ასო ბგერაზე 33 ბგერიან ქართულ ანბანში, 32-ში მეთქი ასე ვიტყვით, რომ ჰ-ზე ჩვენ გვარი არა გვაქვს, იცით თქვენ, ხო? და დანარჩენ ყველა ასო ბგერაზე გვაქვს გვარი. რამდენადაც ხვდები, არ მეშლება. ხო და რას იტყვის შიო მუჯირი, მე გეკითხებით. ეს არის ტესტი. შიო მუჯირი არა, შიო მესამე. ეს არის ტესტი, ჩემო კარგებო. ასეთი ტესტი შიო მუჯირისათვის შიო მესამე ვერ მივეჩვია. უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს პატრიარქი შიო მესამესათვის არის ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ხვალ რომ თქვას ეს ყველაფერი და სწორად თქვას და მიაღწიოს, რაც მთავარია განთავისუფლებას პატიმრებისა ყველასი, ხოშტარია ელენეც სიაშია, მიხეილ სააკაშვილიც კი გაგიკვირდება და სიაშია, ყველა სიაშია, რომ მიაღწიოს ან ნაწილობრივ რომ მიაღწიოს, მერე უკვე სხვა ამოცანის წინაშე დადგება. მერე უნდა თქვას რაღაც სხვა საკითხზე და მკვეთრი პოზიციები უნდა დააფიქსიროს და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული ოცნების ბანდა ახლა კი ულოცავს, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ქართული ოცნების ბანდამ შეიძლება მოიძულოს ასე ათავხედებული, ათამამებული შიო მუჯირი და თუ ათამამდება, ეს გარდაუვალია. ამიტომ მე ვარაუდობ, რომ შიო მუჯირი მიუხედავად იმისა, როგორ უნდა და რა უნდა, შესაძლოდ რას ურჩევენ მისივე მეგობრები, კარგი ხალხი სხვათა შორის. ზოგ მათგანს ვიცნობ, შიო მუჯირი მაინც ვერ გარისკავს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მოძულება ქართული ოცნება ბანდის მიერ უშუალოდ შიო მუჯირისა, კათალიკოს პატრიარქ შიო მუჯირისა ნიშნავს მოძულებას ქართული ეკლესიისა და ქართული ეკლესიაში რას აპირებს იცით ბიზინა ივანიშვილი აპირებს რომ თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს. მოიძულოს და გააკონტროლოს, თუ გლებავთ ასე ვიტყვი, ან იმგვარად დაიქვემდებაროს, რომ რეალურად იქცეს წანაზარდი ქართული ეკლესია, ისედაც არის, ასე ვიტყვი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იქცეს წანაზარდად ქართული იგივ რუსული ოცნებისა. მისი პოლიტიკის ამჯერად უკვე ტაძრებიდან
განმახორციელებლად უნდა იქცეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ოცნების, ანუ რუსული ოცნების პოლიტიკის განმახორციელებლად ტაძრებში, ან ტაძრებიდან, ამბიონებიდან, ასე ვიტყვი. ხო, კიდევ ბევრი საკითხია მეთქი, ასე ვიტყვი, მაგრამ აბა როგორ უნდა, როცა თქვა რომ თანახმა ვარ მე ეს პასუხისმგებლობა ვიკისრო და საკუთარი მხრებით ვზიდო წლების თუ ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე სიკვდილამდე, ერთმა დიდხანს აცოცხლოს ისიც აბა რა გონია, მით უმეტეს ამ დინამიკაში, მით უმეტეს რომ ის არ არის ისეთი ავტორიტეტი, როგორც ილია მეორე იყო, მას დავაკვირდებით, აქ იგითხარით, გავაკონტროლებთ, აქ იგითხარით, გავაკრიტიკებთ, აქ იგითხარით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ილია მეორეს ვერ ვუბედავდით, შიო მესამეს შევუბედავთ, გავუბედავთ. მათ შორის მის სინიც გაუბედავენ, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მომხრეა. აი, იყო ვიდრე ის კანდიდატი იყო და ახლა ხარობს იმით რომ შიო სწორედაც რომ შიო იყო არჩეული, არის არჩეული კათალიკოს პატრიარქად. იცით რას მივედავებით კი არა ვკითხავთ, რატომ არ ითხოვ კათალიკოსო უწმინდესო, რატომ არ ითხოვ ენგურ გადაშვებას ილორის ბედი არ გაინტერესებს, იცით რა მდგომარეობაშია უწმინდესო ილორი ბედია, რა მდგომარეობაშია იცით, რატომ არ სთხოვთ რუსეთს რომ მან გიხსენიოთ თქვენ სრული ტიტულატურით, ახლა მაინც ილია მეორეს ეჯიბრებოდა, ილია მეორეს ვერ იტანდა, ილია მეორეს კარგი ეჯიბრებოდა და ვერ იტანდა შესაძლოა სრულიად ზედმეტი სიტყვებია, მაგრამ ილია მეორეს არ იხსენიებდა ფაქტია, ისე მიიცვალა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომ რუსეთიდან ამ პატივს ვერ ამ გვარად მოხსენიებას ვერ ეღირსა და თქვენ უნდა მოითხოვოთ. ამას ვკითხავთ, შიო მუჯირს და პასუხი აქვს. არ ვიცი, ხო? ამიტომ ესეთი მართლაც მძიმეა ეს მანტია პატრიარქისა, რასაკვირველია. ხელისუფლების პოლიტიკა კი როგორი შეიძლება იყოს, როგორც კი ან იმ შემთხვევაში კი თუ აღმაღლდება პატრიარქი შიო მესამე, ამ შემთხვევაში ხელისუფლება კი არა ბიზინა ივანიშვილი იტყვის რომ კი მაგრამ ჩვენში დარჩეს და არ გაგიყვანეთ პატრიარქად, როგორ გონია თქვენ მართლა გახვიდოდით, აი ეს 22 ხმა რო გაქვთ, სრულიად თქვენი მობილიზებულია, როგორ გონიათ სამ ეპისკოპოსზე, უმაღლეს იერარქზე გარკვეული ზეგავლენა ჩვენმა სუსმა, ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა ბიზნესმენებმა, ჩვენმა ტიპებმა, როგორ გონიათ არ მოახდინეს და ეს კითხვა არის გამოკიდებული ჰაერში, შიომაც იცის, ბევრმა იცის, 39-ვე მიცის მერქი დამოუკიდებლად იმისა ისინი ამბობენ თუ არა ამას რომ ხო წაეხმარა ალბათ ყველაზე ზუსტი ზმნა არის, არ მიეხმარა, არამედ წაეხმარა, აი პაწაზე უბიძგა შიო მუჯირს და პაწაზე დიდი როლი შეასრულა მის გაპატრიარქებაში, ესეც უნდა ვთქვათ და 10 წლეულები უნდა იყოს მართლა ის კათალიკოს პატრიარქი, ახალგაზრდა კაცია, მის ეპოქაში თუ ეპოქას შექმნის შევაბიჯეთ დღეიდან და უფრო შევაბიჯებთ ინტრონიზაციიდან, რომელიც ხვალ გაიმართება, სხვაშორის ბოლო დიდი გქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს გაიმართებოდა ინტრონიზაცია, რამდენადაც მე ვიცი ხელისუფლებას ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ დამოუკიდებლობის დღესათვის დაემთხვია ინტრონიზაცია მცხეთაში ჩასულიყვნენ შიო მესამისა და ხელისუფლების მომხრეები და თბილისში დარჩენილიყვნენ ეს პროტესტის მონაწილეები, რამდენი იქნებიან ჯანდაბას იარონ ზეითქვეით, ასე ფიქრობდა ბიზინა ივანიშვილის და სხვაებიც ასე ფიქრობდნენ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ბოლო მომენტში ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღეს. 26-ში არ არის ინტრონიზაცია, ხვალ არის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა აწუკე პატრიარქი შიო უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და ხალხმა უნდა გაიგოს მისი ხმა. ხალხმა უნდა დაინახოს მისი ჯიპი, კი არ უნდა დაინახოს მისი ჯიპი, არამედ უნდა გაიგოს მისი ხმა. მით უმეტეს ასე პომპეზურად არჩეულმა შიო მუჯირმა უნდა საზოგადოებას უნდა უთხრას, რას ფიქრობს ამ დაგროვილ პრობლემებზე 1-ზე, 2-ზე, 7-ზე, 15-ზე, 35-ზე, 55-ზე. თან ეს პრობლემები კი არ მცირდება, არამედ მრავლდება. კვირა არ გაივლის, რომ ხელისუფლებად წოდებული ბანდის გამო ისობით, რამ საშინელება ან ცუდი არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით. მაგალითად,
დიუშენის დაავადებული ბავშვები, აი მაგალითად, ხო? საპატრიარქოს რამე პოზიცია ხო უნდა ჰქონდეს? ხომ უნდა ჰქონოდა, ან ჰქონდეს მომავალში. ახლაც უნდა ჰქონდეს, მომავალშიც უნდა ჰქონდეს. მოუწევს შიომუჯის ამაზე, მოუწევს საპატრიარქოს ამაზე პოზიციის დაფიქსირება. ასაკიანილია მეორეს არ ვთხოვდით პასუხს. ბოლო 10 უხეშად 10 წლის განმავლობაში გვარიანად მობერებულ შებერებულ ილიას არ ვეუბნებოდით და ვერ ვუბედავდით, ასე ვიტყვი. მანამდეც ვერ ვუბედავდით, იმიტომ რომ მაინც ესოდენ განვითარებული საზოგადოება არ იყო, არ ნაკლებად იყო, ან თამამი არ იყო. ასაკიაშია ხო პატრიარქი, მოდი რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ახლა ახალგაზრდას რა უშლის ხელს, რა შეუშლის ხელს. რა შეუშლის ხელს? ეს მეორე კითხვაა. პატიმრები ვთქვით, კანონები ვთქვით, არ ვქვით გვაქვს უკაცრავად კანონებთან დაკავშირებით, უფრო დალბეს სირფასო ღვთისმსახურებო, უფრო დალბეს მოლბეს ვითარება. არ უნდა თქვას უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამე 4 სიტყვა უნდა თქვას კანონები, რომლებიც ჯოჯოხეთურია და უნდა ეს კანონები აღრჩობს და აღრჩობს საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ნაწილს. და ეს მოხრჩობა რო ხდება, ასეთი რეპრესიები რო მიმდინარეობს, ხმა ამბიონიდან არ უნდა გავიგოთ და როგორც კი გავიგებთ, თუ გავიგებთ, აი იქ ჯავრდება ბიზინა ივანიშვილი, რომელიც სხვა შორის ეგრა მაგის პასუხია და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არა მაინც და მაინც ხვალზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აპირებს საპატრიარქოს ახალი პატრიარქისთვის მათ შორის დასაბუთებას იმისა, რომ საპატრიარქოს ფინანსები უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, ასეც არის, უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. წარმოუდგენელი არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ დიდი რაოდენობის ქონებას, თანხასა და ქონებას განკარგავს საპატრიარქო. და ბიზინა ივანიშვილს მუდმივად ჰქონდა ილია მეორის დროსაც ინტერვენციის სურვილი. და თითქოს ეს სწორია, საბოლოო ჯამში მე გაძლევ შენ ფულს და ქემაინც ჩამაბარე ანგარიში, სად ხარჯავ ამდენს, გარდა იმისა, რომ ბიზნესმენები გეხმარებიან და ასე შემდეგ, რაღაც სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობ. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ეს ყველაფერი უნდა, იმიტომ რომ მოარღვიოს ინსტიტუციური ძლიერება და მოარღვიოს არა ჯანსაღად, არამედ სწორედაც რომ ვენდეტა განახორციელოს საქართველოს იდენტობის ნაწილს საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ ილია მეორის უბედავდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, შიო მუჯირს გაუბედავს და თუ ბრგედარ დადგება შიო მუჯირი გამოუ, აბა არა, ასეა ეს. უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო. გაგვაგონეთ თქვენი რუსეთული ხმა ქართულ ენაზე, დაუახლოვდით უფრო და უფრო სოფლიო საპატრიარქოს. არა მხოლოდ თქვენს მომხრეებში და თქვენი მომხრეებისათვის გაავრცელეთ წმინდა სიტყვა უშიშრად მოხფინეთ ხალხში, არამედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხართ, პატრიარქი ბრძანდებით უკვე უწმინდესი და უნეტარესი და ყველა არის ვინც მართლმადიდებელია, თქვენი მრევლი, თქვენი საწყმყსო და წადით, გაბედეთ, იარეთ ხელისუფლებად წოდებული ბანდის წინააღმდეგ იარეთ, იმოძრავეთ რიგ საკითხებში მაინც. ანუ ის რაც მოსწონს აპრიორი, რაც მოსწონს ბიზინა ივანიშვილს, აპრიორი არ უნდა მოიწონოთ ის თქვენს, არ უნდა დასთანხმდეთ ყველაფერზე, თორე პატარაზე პატარით დაიწყებს ბიზინა ივანიშვილი და მე ისე მიან გრმოანგრევს ამ ნალოლიავებ ეკლესიას. მერე და მიან გრმოანგრევს მიუხედავად იმისა, რომ საკრიტიკო კი არ არის.
ჯანსაღი პროცესები რომ მიმდინარეობდეს, გასაკვირველია ღვთელმსახურების იერარქიების არ პირობითად 68%, 70% კინწის ქვით არის გასაგდები. მაგრამ ბიზნესმენი ივანიშვილი ამას იმიტომ გააკეთებს თუ ეს ინტერვენცია მოსალოდნელია საერთოდ, იმიტომ გააკეთებს რომ ყველა დაანგრიოს. აი ეს 30 კარგი ნაწილი, ან შედარებით კარგი ნაწილიც კი, ისინიც კი მინაყმონახოს. აი ეს არის არსებითი სხვაობა. კეთილშობილურ ქმედებასა და ბოროტმოქმედებას შორის. ველოდები, არა, არ ველოდები. აინტერესებს, რას შვრება, რას იზამს. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პატიმრებთან მიმართებაში.